მოგილოცავთ ახალ 2025 წელს. შემოაბიჯა უკვე ახალმა წელმა ჩვენს ოჯახებში და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარიერულ წარმატებებს და რა თქმა უნდა უამრავ მოგზაურობას ამ ახალ 2025 წელში. ვისურვებდი რომ ყველას ერთად გვეცხოვროს მშვიდობიან ევროპულ საქართველოში. ახლა კი მოგიყვებით ლაპლანდიაში მოგზაურობის შესახებ. ლაპლანდიაში მოგზაურობაზე ალბათ ერთხელ მაინც გვიოცნებია თითოეულ ჩვენგანს. ლაპლანდია უპირველეს ყოვლისა ასოცირდება ზღაპრულ სამყაროსთან, სანტა-კლაუსთან და ელფებთან, ისევე როგორც მკაცრ კლიმატთან და ჩრდილოეთის ციალთან. ლაპლანდიაში მოგზაურობა ყოველთვის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული მეგონა. მოგზაურობას რომ გვეგმავდი, ვეძებდი გზებს, ის ბიუჯეტური და თან საინტერესო რომ გამოსულიყო. ბევრი ინფორმაციის მიღების შემდეგ საბოლოოდ ლაპლანდიის ჯგუფური ტური ერთ-ერთ ფინურ ტურისტულ კომპანიაში შევიძინე. ჩვენ ჰელსინკში ჩავსხდებით. ავტობუსი სხვადასხვა ქალაქში გაჩერდება და ტურის სხვა მონაწილეებს აიყვანს. შედარებით ბიუჯეტურად მოგზაურობას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ავტობუსით მგზავრობას მთლიანობაში 24 საათი სჭირდება. სასტუროდან მოვედით ტაქსით, ცოტა ადრე მოგიწია მოსვლა, მაგრამ დაგვიანებას ადრე მოსვლა ჯობს. დაახლოებით 15 წუთში მოვა ავტობუსი, სადაც ჩავბარგდებით და უკვე დავიძებით ჩვენი მიმართულებით. ავტობუსი მალევე მოვიდა. სასწრაფოდ ჩავბარგდით. დავიკავეთ ადგილები და გავემართეთ ლაპლანდიისკენ. ხანგრძლივი მგზავრობისას არ მიჭის დაძინება და ახლაც მალევე დამეძინა. მგზავრობისას ცხოველები ერთმანეთს ენაცვლებიან და ყოველ 4-5 საათში პატარა შესვენებებია. გზა და გზა მხოლოდ თანამგზავრების ოვაციები მაგვიწევს, როცა გზაზე მოსიერნე ირმებს ხედავენ. უკვე კარგი დასაწყისია. იმგზავრეთ ჩვენირად, ფაქტობრივად ძილში გავატარე, კარგად გამოვიძინე, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს პირდაპირ რაღაც სანახაობებს ვნახულობთ. ამ დღეების განმავლობაში ვჩერდებით კოდეთში, რომლის გარშემოც არანაირი მაღაზია არ არის, შესაბამისად, საჭირო იყო გავჩერებულიყავით ჰიპერმარკეტში, რათა გვეყიდა პროდუქტი. მართლა ძირითადი ნაწილი ნაყიდი მქონდა უკვე ჰელსინკში, თუმცა მაინც რაღაცები დავამატეთ, როგორც არის წყალი, გაზიანი სასმელები და ასე შემდეგ. რაც თავია ძალიან გამიხარდა, რომ ქართული პროდუქცია დავინახე თაროებზე და რა თქმა უნდა შევიძინე. საკმაოდ ცივა მინდა გითხრათ და უკვე ავტობუსში ასვლის დრო არის და გავემართებით ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილისკენ. ძალიან აღტაცებული ვარ, შთაბეჭდილებების ქვეშ უკვე, ვინაიდან თოვლი არ მინახავს წელს და პირველ დაგვნახეთ და დარწმუნებული ვარ, ეს ტურიც განსაკუთრებული და საინტერესო გამოვა. სულ რაღაც აწუთიანი მგზავრობის შემდეგ მოვედით როვანიემის სანტა-კლაუსის სოფელში, სადაც არის სანტა-კლაუსი და გვაქვს შესაძლებლობა მოვინახულოთ. თუმცა ვინაიდან ახალ წელი მოახლოებულია და ძალიან ბევრი საქმე აქვს როგორც მას, ასევე მის ელფებს, მასთან შეხვედრა ცოტათი რთულია, ამიტომ ვეცადეთ რომ ჩავწერილიყავით კონკრეტულ დროს, დაახლოებით 1 საათში მოგვიწევს ესეთ შეხვედრა, მანამდე კი სოფელი დავათვალიეროთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ პერიოდში, განსაკუთრებით ბავშვები და მას შესაძლებლობა აქვს რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობებით დაკავდნენ. აქ არის რესტორნები, ბარები, სასტუმრო, ასევე რა თქმა უნდა ფოსტა, რომლის მეშვეობითაც სანტა-კლაუსი იღებს წელებს და რომლის მეშვეობით უკვე ასაჩუქრებს ატარებს. დრო აღარ დავკარგოთ ჩვენ, დავიდეთ და დავათვალიეროთ ეს სოფელი, რამდენადაც დროში მოგვიხერხდება. როვანიემამდე სანტა-კლაუსის პირველი ორიგინალური სახლი ყორვა ტუნტურში მდებარეობდა.
1985 წელს როვანიემი გამოცხადდა სანტას ოფიციალურ მშობლიურ სოფლად. ეს არის გასართობი პარკი, სადაც არაერთი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ. თოლმავალი, ირმების მარხილით სეირნობა, ციგით სრიალი და ასე შემდეგ. შესაძლოა საშობაო განწყობა არ გქონდეს, მაგრამ ეს ჯადოსნური გარემო განთავისუფლებს უარყოფითი ემოციებისგან და ყველა სურვილის ასრულებას იჯერებ, ისევე როგორც ბავშვობაში. მოვიდით სანტას საფოსტო ოფისში, სადაც შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი წერილები და ქვეყნების მიხედვით ანაწილებენ უკვე თაროებზე, საიდანაც უკვე სანდაკთან წაიკითხავს ამ წერილებს და გაუგზავნის საჩუქრებს. აი საქართველოს ვიპოვეთ, აი ესე წითლად არის გამოყოფილი. მე ხა წამოღებული მაქვს წერილები ჩემი ძმისშვილების დათა ანდრია ელისაბედი და ასევე მეგობრების ემილიეს და დანიელის, რომლებაც აი ესეთი ლამაზად გააკეთეს თავის წერილები, მოხატეს, საჩუქრებიც გამოუგზავნეს და უკვე აი იქით ყუთში უნდა ჩავყაროთ. შეგვიძლია ჩავიდეთ აქ. შეგვიძლია გავაგზავნოთ ეს ერთი წერილი. ეს ელისაბედმა დააწერინა, დანიელი. რა თქმა უნდა, დათა ელისაბედი. ეგ არის ასე მარტივად ხდება ეს ყველაფერი. პოსტის შენობიდან კვლავ გარეთ გამოვედით. ცოტას გავისეირნებთ. მალევე უნდა დავბრუნდეთ სანტა-კლაუსის სახლში. ჩვენი შესვლის დრო მოახლოვდა. მივედით სანტას სახლში. ბილეთი წარვადგინეთ, რომელიც მოსვლისას უფასოდ ავიღეთ. შევედით შიგნით და ცოცხალ რიგში ჩავდეგით. წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ხალხის სიმრავლის გამო დიდი ხანი მოგვიწევდა ლოდინი. ჩვენც მოთმინებით ვდგავართ და ველოდებით ჩვენს რიგს. ვათვალიერებთ ფოტოგამოფენას, რომელზეც სანტასთან ერთად სოფლიოში ცნობილი ადამიანები არიან აღბეჭდილი. სანამ უშუალოდ ფოტოს გადასაღებად შეხვალთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ინდივიდუალური ან საოჯახო ფოტოების გადაღება. ახლა კი სანტასთან შეხვედრის დროა. Hello. We are from this place of wine. So we have gift from Georgia. It's Georgian wine. Mrs. Santa likes it. Great. Also Georgian sweet. You are in Georgia without this chuchela inside this walnut. It's traditional. საჩუქრების გადაცემის შემდეგ დავიკავეთ ადგილები. აქ ფოტო-ვიდეოს თქვენით ვერ გადაიღებთ. ხოლო აქ ყოფი ფოტოგრაფები გიღებენ და ეს მომსახურება ფასიანია. I hope you have a good time in Lapland. Yeah, it's Thank great. You Yeah. for your presence. Thank you so much. I remember you on. And my nephews and friends are waiting for your presence.
გარეთ გამოსვლისას გააძლევენ სპეციალურ კოდს, რომლის მეშვეობითაც ოფიციალურ საიტზე მიაგნებთ თქვენს ფოტო-ვიდეო მასალას. თუ ფოტოებიც გსურთ და ვიდეოც 55 евро დაგიჯდებათ. აქვე შეგიძლიათ სხვადასხვა სუვენირი შეიძინოთ. თავარი მიზანი მიღწეულია. შეხვდით სანტა-კლაუსს. ამას ბავშვობაში ყველაზე თამა მოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენთ. ახლა კი გზის გაგრძელების დროა. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა. დავჭა დაახლოებით 2 საათნახევრის გზა და გზად გავჩერდით ერთ მშვენიერ ადგილას, სადაც გქონდა შესაძლებლობა დაგვერია კაკაო, ყავა, დონატი ან საოცრობილ აგვიღო. ჩვენ წავიღეთ ეს ყველაფერი, გამოდით გარეთ და უნდა გითხრათ, რომ ჰაერი ძალიან სუფთა არის. ახლა -5 გრადუსია ტემპერატურა და ძალიან მოწონს აკოპნა. მართლა გზამ ცოტა დავღალა, მაგრამ კიდევ 2 საათი დავჭა როგორც თქვი და მანამდე აი დონატებთან თოში მე კაკაოთი გავიხნევებ თავს და უკვე იქაც ჩავალთ და დავინავდებით საბოლოოდ. ჩვენი გიდის თქმით, ეს საუკეთესო ადგილია სუვენირების შესაძინად. სხვა ტურისტულ ადგილებთან შედარებით აქ უფრო იაფია. თოლობის გამო ცოტა გაიწელა მგზავრობა, მაგრამ საბოლოოდ ჩავახციეთ შემდეგი დანიშნულების ადგილზე, სოფელ კილპისიარვიში. გათენდა პირველი დილა ამ ლამაზ, მაგრამ ცივ სოფელში. ამ კოტეჯში მთლიანად ვართ 8 ადამიანი, რომელთაგან 6 წასული ახლა ტურზე. პირველი გეგმით უნდა გქონოდა თევზაობის ტური ყინულის ქვეშ, მაგრამ ყინული იმდენად ხელია, შეიცვალა ეს ტური ცეცხლის დანთების სწავლებით, რამაც ზედ არ მოგხიბლა. ამიტომ ეს ტური გადავცვალეთ სხვა ტურში, რომელსაც უკვე შემდეგში შემოგთავაზებთ. ახლა კი ჯერ სახლში ვართ, კარგად გამოვიძინეთ და უკვე დავათვალიეროთ. ესე იგი, ეს არის შემოსასვლელი, აქ არის ერთი სველი წერტილი. აქ რა თქმა უნდა ვალაგებთ ჩვენს თოვლიან ფეხსაცმელს და სამოს. აქ არის კიდევ ერთი ოთახი. აქედან ადიხართ ზედა სართულზე, სადაც ორ-ორად არის გაყოფილი ასე ვთქვათ ტერიტორია და თითო საწოლი დგას. საერთოდ მანქანა ეს არის ბუხარი, რომელიც მართალია მუშაობს, მაგრამ ანთების უფლება არ გვაქვს, ვინაიდან ერთი კვირის წინ თურმე სახლი გადამწვარა აქ და მე პატრონები უკვე უკრძალავენ აქ მოსულ სტუმრებს. აქ არის მოსასვენებელი სივრცე, სადაც შეგიძლიათ დაждეთ, იმუშაოთ, ასევე ტელევიზორს უყუროთ. რაც თავარია, ძალიან კარგი ვერანდა არის, საიდან შეგიძლიათ გავიხედოთ და დავტკბეთ, რამე დავლიოთ, მაგრამ გუშინ ისე ციოდა და ახლაც ჯერ ესეცივა, ალბათ ცოტა უფრო მერე გავალთ. აქეთ არის სამზარეულო, სადაც არის ყველანაირი აღჭურვილობა, რაც შეიძლება დაგჭირდეს საჭმლის მომზადებისთვის. მაცი ვარი, რა თქმა უნდა. აქეთ არის ჩვენი ოთახი, რომელიც სუპერ ოთახია, პირველი გამოვიქეცი, რომ კარგი ოთახი ამერჩია და აი ესეთი საძინებელია, თავისი სათავსოთი, სადაც მაქვს სნექები და ტანსაცმელი დალაგებული, ვინაიდან დაგჭირდება ამ დროის განმავლობაში. აქეთ უკვე არის სველი წერტილი კიდევ ერთი და რაც თავარია, ოთახის ალბათ ყველაზე ცხელი ტერიტორია, ეს არის საუნა.
ელპისიარვი ენონტეკიოს მუნიციპალიტეტის სოფელია ლაპლანდიაში. ის ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნორვეგიისა და შვედეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ტერიტორიის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა საანას მთა. ის ზღვის დონიდან სულ რაღაც 556 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ყინვისა, გულში სითბო ჩამეგვარა. ჩვენი ხვამლისთა მომაგონა. გამოვედით გარეთ და უნდა წავიდეთ შეხვედრის ადგილზე, საიდანაც უკვე დავიწყებთ ჩვენ დღევანდელ აქტივობას, რომელიც არის ღამის ლაშქრობა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად ჩავიცვათ, იმიტომ რომ ღამის საათებში განსაკუთრებულად ცივა მით უმეტეს ასეთ ადგილას, ამიტომ ამ ლაშქრობისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც გამძლე იქნება თოვლში არ დაგვისველდება. ამ შემთხვევაში მე მივაცვი ესეთ ფეხსაცმელი, რომელიც ძირითადად გარდან არის გორტექსის ფენით დაფარული, ანუ წყალგამძლეა, არის ძალიან თბილი, წინდაც მაცვია თბილი. ასევე სიცივეში მოგზაურობისას მნიშვნელოვანია გვეცვას რამდენიმე ფენა. მაგალითად, ერთი დიდი თბილი რაღაცის ჩაცმა სჯობს, რომ რამდენიმე გქონდეს. მაგალითად, ახლა მე მაცვია ზევიდან მაისური, ერთი თერმული მაისური ასევე, რომელიც იცავს ჩემს ორგანიზმს ცივი მასებისგან. ზევიდან კიდევ ერთი თერმული პულოვერი შეიძლება ასე დავარქვათ და უკვე განსაკუთრებულად თბილი ქურთუკი. შარვალი შიგნიდან დათბილულია, ხოლო გარედან ისეთი მასაა, რომ თოვლში ძალიან რთულად სველდება. ჩვენ გაერთოთ, როგორც ხედავთ, ველოდებით სხვა ადამიანებს, ვინც ჩვენთან ერთად ილაშქრებენ, გამოვლენა დავიძრებით ჩვენი მიმართულებით და ეს მიმართულება გულისხმობს, რომ მივიდეთ და დავინახოთ ჩრდილოეთის ციალი. როგორც გიდმან გაგვაფრთხილა, შესაძლებელია ვერც დავინახოთ, თუმცა რუკაზე შევამოწმეთ სპეციალური აპლიკაციები არსებობს და იმედია ვიხილავთ და ეს ბავშვობის ოცნება ამიხდება. So this strap over here, you're gonna open it, it's like a belt, okay? It's basically literally like a belt and it has a pin over here. So you're gonna loosen it and then you're gonna put your foot in. You don't wanna put your foot in like all the way until here because you cannot bend your foot, it doesn't make sense. So you put it here so you can actually move your foot around. Then, once your foot is in, you're gonna tighten it. So pull the strap until it's tight. And then you're gonna want to press it down like so, because it's locked, okay? So you want to press it down. You don't want to leave it open like that. If you leave it open like this, and you're walking, then it like loosens, okay? So pull and press down. Sometimes it's in an awkward position because the pin is not finding one of the holes, so you tighten it a bit more or loosen it just a bit more. So it actually locks, okay? ცხოვრებაში პირველად ვიკეთებ. იმედია, სწორად გავიკეთებ. მოვიჭიროთ სუსტად და ჩამკვედი გვესაჭიროება. ახლა მეორის დრო მოვიდა. თავარია რომ ტერფი მოვათავსოთ პირველ რიგში. ესე. დავაკეთოთ ჩვენს ზომაზე. შავკეთოთ. ახლა უკვე ხუსლის მხარე და ესეთ შავკეთოთ. ტურის ყველა მონაწილე მოვირგეთ თოვლის ფეხსაცმელი და დავიწყეთ ღამის ლაშქრობა. პირველად მიწევს თოლში მსგავსი აღჭურვილობით გადაადგილება და ნელ-ნელა ვეჩვევი. როგორც ჩვენ ვაგინო გითხრა, ახლა დაახლოებით მეტრანახევარია ჩვენ დაბლა სიღრმე თოვლის, მაგრამ აი თოვლის ფეხსაცმელი გვეხმარება, რომ არ ჩავიძიროთ. ფანარს გამოსანათებელ საშუალებას არ ვხმარობ ძირითადად. ხოლთ ამ ვიდეოსთვის ჩავართ ახლა ნაკლებად თვალისთვის გამაღიზიანებელი ფერი. ვინდა გვინდა რომ სიბნელეს მიეჩვიოს თვალი და ისე დავტკბეთ ხედებით რაც თავარი იმედი გვაქვს რომ დავინახავთ ავრორას იგივე ჩრდილოეთის ციალს. განათების გარეშე გადაადგილება არ გვიჭირს. მთვარე გვინათებს გზას და
თვალიც ეჩვევა ამ განათებას. გზად ცხოველების ნაკვალევი ჩნდება, მაგრამ საშიში არაფერია. ჩვენი გიდი შესვენების ადგილებზე განძის ძიებას გვათამაშებს და ასე ვერთობით. მივედით დანიშნულების ბოლო წერტილამდე. ჩრდილოეთის ციალის მხოლოდ მცირე ნაწილის დანახვა შევძელით. ცოტა იმედ გაცრუებული დავჭი, უფრო ეფექტურ სანახაობას ველოდი, რაც მანამდე ვიდეოებში და ფოტოებზე მინახავს, მაგრამ რასაც ვხედავთ, ესეც ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. უკანა გზაზე კვლავ გავაგრძელეთ პატარა თამაშობა. დავუბრუნდით საწყის წერტილს და უნდა ახლა მოვიხსნათ ჩვენი ეს თოვლის ფეხსაცმელები, რომლებაც საბოლოო ჯამში იმუშავა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ცუც ფეხი არ დამცველებია, რა თქმა უნდა, თუმცა ერთგვარი ტვირთია და პირველ რომ ეცვა, ალბათ ესეც არის რომ მიუჩვეველიყო ფეხისთვის. ციალი ავრორა ასეთვისე გამოჩნდა, ვდიდად არა, მაგრამ პატარა საინტერესო იყო და იმედი მაქვს რომ ეს დღეები რასაც აქ გავატარებ, უფრო კარგად დავინახავთ. GPS-ის სხვადასხვა გიდს ჰქონდა, ესე რომ ვთქვათ, მოხალისე გიდები იყვნენ, რომლებაც აირჩიეს რომ GPS-ს ვეტარებინეთ. ალბათ თუ კარგად რათავარია დავბრუნდით, იყო გაჩერებები, გზაში გზის არეები და ვითამაშეთ კიდეც, გავერთეთ და ახლა უკვე ამ თოვლის ფეხსაცმელებს ავიღებთ, დავაბრუნებთ და კოცონის და ჭამის დროა. ტურში ცეცხლის დანთებად შედის. წამოგებული გვაქვს ზეფირი და სოსისები. ჩვენმა გიდმა ცეცხლი ერთგვარი კვესის დახმარებით დაანთო. ავაგიზგიზეთ კოცონი. ჩვენც მიუსხედით. ზეფირები და სოსისები კოცონზე შევბრაწეთ და გემრიელადაც მივირთვით. ლაშქრობიდან დაბრუნებულებს და ცოტათი გაწმილებულებს ბუნებამ სიურპრიზი მოგვიმზადა. პოლარული ნათების მწვანე სხივების ნაკადი ცაზე ალივლივდა. ადვილი მისახვედრია, რატომ ეგონათ ჩვენს წინაპრებს, რომ ამ ნათებას ზებუნებრივი არსებები იწვევდნენ. მართლაც მომაჯადოებელი და მისტიკური სანახაობაა. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება ლაპლანდიაში მოგზაურობა. შემდეგ გადაცემაში საინტერესო თავგადასავლები გველოდება. არ გამოტოვოთ.